ღარიბაშვილი ლელუაშვილის შოუ გავიგეთ, ხო? ყველა მონახეთ, სადაც სახლებში შევიდნენ და 6 მილიონი ამოუღესო და 6 მილიონი თანაც 6 მილიონი ამოუღესო ხალხო. ღარიბაშვილზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ 10 წლის წინ მქონდა ჯერ კიდე ასეულობით მილიონი და საკითხავი რო იყო, საიდან მქონდა ის ასეულობით მილიონი, ლამის მთელი კახეთი რო ხელში აქვს ჩაგდებული და ნახევარი საქართველოს ქონებას ფლობს ეს კაცი, დღეს გაიგო თურმე ბიძინა ივანიშვილმა, რომ კორუფციაში იყო ჩართული. როგორ კაცო, როგორ მე ძალიან მაინტერესებს, ხო, პარლამენტში არ არის 5000 ლარზე მეტი ხელფასი. როგორ ხდებიან იგივე აგერ დაანებე ღარიბაშვილს თავი მდინარაძე არ გიზის იმ პარლამენტში? საიდან გამდიდრდა ეს ორგანიზაციებში კი კაცი, რომელიც არსაიდან მოიყვანეს პოლიტიკური ელიტის ნაწილი, არა პოლიტიკას ჩართული არ იყო, ვიღაცა მოკიდეს ხელი მოიყვანეს და დღეს 30000-იან ფეხსაცმელებს და საათებს იკეთებს ხელზე გადაცემებში რომ მიდის. საიდან აქვს ეს ფული მდინარაძეს რატო არისპება? კითხვა მაინტერესებს. ანუ იმიტომ ვიძახი, რომ ეს არის შოუ. პარლამენტის წევრების ხელისუფლებაში 90% არის მილიონერი, წარმოიდგინეთ. ვინც კი ვიღაცა სპორტსმენი მოაჩაქჩაკეს ამ პარლამენტში ყველა მილიონერი გახდეს. საიდან აქვს ეს ფული? მაშინ დაიჭირეთ მთელი პარლამენტი, მაგრამ საქმე რაშია იცი, რომ ესენი იმას რა ქვია, კორუფციას კი არ ებრძვიან. ეს არის ჩვეულებრივი პირადი დაპირისპირება. ეხლა ბიძინას იქ რაღაცა არ მოეწონა ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან და დადგა ეს შოუ, ბარემ მოდი ანკესად ჩაუგდებ ჩემს ამომრჩეველს და დავანახებ როგორ ვებძვი კორუფციას. სინამდვილეში არის პირადი გაწევ გამოწება, უბრალოდ რაღაცა ვერ აეწყოთ, კარგად, თორე ძალიან კარგად შეთანხმებულად იცის ბიძინა ივანიშვილმა ეხლა რომ პარლამენტში 90% მილიონერია. ჯერ მარტო რამდენი გადაცემები გაკეთდა თუნდაც იმ მოსამართლეების ქონების შესახებ, ხო? საიდან მოსამართლე რანაირად ყიდულობს მილიონებიან სახლებს და სასახლეებს გამაგებინეთ ამ გაჭირვებული ხალხის ქვეყანას, სადაც ხალხი ოცნებობს, რომ საჭმელი შეჭამოს და ნორმალური რაციონი ჰქონდეს და წამალი იყიდოს, ელემენტარული აფთიაქში ესეთი ფასებია. ასეთ გაუბედურებულ ქვეყანაში როგორ ხდებიან მილიონერები, ხო? ლოგიკურია, ხა ამას ბევრი კითხვის დასმა უნდა? იმ პარლამენტში ყოველდღე ერთმანეთს რო ხდებიან და როლექსის საათებით რო ართმევენ ხელს ერთმანეთს. ნუ თუ კითხვა არ უჩნდებათ ერთმანეთის შესახებ, საიდან იყიდა 60000 დოლარიანი საათი, ერთი ბინის ფასის საათი რო გიკეთია ხელზე, კითხვა არ უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ, საიდან იყიდა ეს ყველაფერი? ამიტომ ამ უზარმაზარ სიბინძურეზეა საუბარი, გესმით? როგორ იბრძოლებს ხელისუფლება კორუფციასთან, კიდევ ვიმეორებ, სადაც პარლამენტარების ლამის 90% მილიონერია. ხო აბსურდი და ზღაპარია ეს, არა? წარმოუდგენელია, მაშინ საკუთარი თავი უნდა დაისაჯონ? ბიძინამ როგორ უნდა ებრძოლოს კორუფციას პოლიტიკაში მოსვლიდან ამ 13 წელიწადში გაორმაგდა მისი ქონება. როგორ უნდა ებრძოლოს კორუფციას? კითხვა ხო გაგიჩნდება, კაცო, პოლიტიკაში ჩართული კაცი როგორ მდიდრდება და როგორ შოულობს ამხელა მილიარდებს, ხო უნდა გაგიჩნდეს, მაშინ დაიჭიროს თავისთავი ბიძინა. მთელი უბედურება რაშია, იცით, რომ ჩვენი საზოგადოება არის ის ხალხი, რომელსაც აი ასეთი ჩაგდებული ანკესების ჯერა ზღაპრის მურაბების ჯერა გესვის, წავა მე ის ქოცი და სიამაყით ეთქვის მეორე ქოც, რომ აი რა მაგარი კაცია ბიძინა კორუფციას ებრძვისო, სინამდვილეში რაღაც პირადი დაპირისპირებების გამო რო ებრძვის თავის ფინიებს. ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის ფინია ჩვეულებრივი. სანამ მოვიდოდა პოლიტიკაში, იქამდე ბერას მენეჯერი იყო და ბერას იმას რა ქვია, კონცერტებს გეგმავდა და ბერას ის იყო რა ქვია, როგორ გიხდათ, ვინც წარმომადგენელი, ვინც ელაპარაკებოდა ხალხს. და დღე მოვიდა და პრემიერ-მინისტრად დასვეს საერთოდ. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ზის ხელისუფლებაში, რა ვიცი, მე ყველაზე წამყვან თანამდებობებზე და თურმე კორუფციას ებრძვის ბიძინა. ეხლა მაგის ჩიტია ბიძინა ებრძოდეს კორუფციას, რომლის ქონებაც გაორმაგდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მისი პარლამენტარები კიდე მილიონერები არიან. რა და ხალხშია მთელი უბედურება, გესმით, რომ აი ამ ზღაპრის მურაბებს რომ ჭამთ, ღირსიც ხართ მაგის, რომ აი აფთიაქში რომ მიდიხარ და წამალს რო ვერ ყიდულობ, ღირსი ხარ, რომ აი ეგ ხელისუფლების წევრები, მილიონერები და მილიარდერები გეჯდეთ პარლამენტში რა.